მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, შემოგიერთით რუბრიკით, რომელიც ფარგლებშიც ვფიქრობ სეზონისთვის აქტუალურ თემაზე ვაპირებთ საუბარს და ეს გახლავთ პროფესიული გადახლა და რა იგულისხმება ამ ყველაფერში, ეს არის იგივე ბერნაუთი, რომელიც გახლავთ მდგომარეობა, როდესაც უბრალოდ გადაღლაზე მეტია და ჩვენ დღეს სტუმართან ერთად გვექნება საუბარი სწორედ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ნიშნები და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს ყველაფერი. Ვცლა და დეტალურად ანუკა კალმახელიძესთან ერთად ვისაუბრებთ ფსიქოთერაპევტთან ერთად, რომელიც უკვე შემოგვერთა, გთხოვთ მობრძანდეს ჩვენთან და უფრო დეტალურად განვიხილოთ პროფესიული გადაცვა. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. მოდით დავიწყოთ საერთოდაც ახსნით საუბარი. რას ნიშნავს პროფესიული გადაცვა და აი ჩვეულებრივი დაღლილობისგან რით განსხვავდება? პროფესიული გადაცვა ეს არის ხანგრძლივი და უმართავი სამუშაო პროცესის შედეგად დამდგარი გამოფიტვა, როდესაც ადამიანის ორგანიზმი გადასული არის მთლიანად თავისი რესურსის ხარჯვის პროცესზე და აღარ ხდება აღდგენა. ვერ ასწრებს ორგანიზმი, რომ აღიდგინოს ის ენერგია, რასაც ის ხარჯავს სამუშაო პროცესში. და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი დაღლილობისგან, იმით რომ დაღლილობის შედეგად ადამიანს აქვს ბუნებრივად დღე-ღამის განმავლობაში მოცემული ხო ძილისთვის გამოყოფილი საათები და ძილის შედეგად ორგანიზმი ახდენს აღდგენას ამ ენერგიის. ხოლო აი ამ ეგრეთ წოდებული ბერნაუთის დროს უკვე ვეღარ ხდება, ვერ ასწრებს ორგანიზმი ამის აღდგენას, ენერგიის აღდგენას. და უკვე მუდმივად ადამიანი განიცდის დაღლილობის შეგრძნებას. ეს გამოიხატება როგორც ფიზიკურად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება, ასევე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე აისახება ადამიანის და აი სიმპტომები არის, ესე იგი, ნახე დილა შეიძლება გავიღვიძოთ უკვე დაღლილებმა, დაქვეითებული არის გუნება განწყობილება, мотивация აღარ გვაქვს მუშაობის, შეიძლება ვიყოთ გაღიზიანებულები, ნუ უკვე თუ დიდი ხანი გაგრძელდა ეს გადაწვის მდგომარეობა, მაშინ შეიძლება უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო სერიოზულადაც აისახოს. და ამიტომ არის ყურადღება მისაქცევი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი პირველივე სიმპტომებზე, როდესაც ხვდებით, მივაქციოთ ყურადღება და მოვუსმინოთ საკუთარ მდგომარეობას, საკუთარ სხეულს მოვუსმინოთ. ეს ძირითადად მაინც როდესაც გადაჭარბებული დოზით მუშაობთ. ამ შემთხვევაში დგება თუ შეიძლება ჩვეულებრივი სტანდარტული გრაფიკისგან გამომდინარეც ვიგრძნოთ, რომ ჩვენ უფრო მეტად ეს არის გადაჭარბებული სამუშაო დროის, როდესაც საზღვარი არ არის დაცული სამუშაოს და პირად ცხოვრებას შორის. იმიტომ რომ იცით დღის განმავლობაში, როდესაც ვიწყებთ მუშაობას, სადღაც რაღაც მომენტში უნდა დასრულდეს. და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიძლება ადამიანი გავიდეს სამსახურიდან, მაგრამ მის გონებაში ისევ გაგრძელდეს ფიქრი სამსახურზე. და ეს არ ნიშნავს, რომ მან დაასრულა სამუშაო დღე. და ფიზიკურად დაასრულა, გონებრივად გრძელდება. კი ბატონო, და ესეც იწვევს უკვე გადაღლას. იმიტომ რომ როდესაც ნახეთ, უნდა მოხდეს გადართვა. აი სამსახური რაღაცა ერთი უნდა დასრულდეს და გადავერთოთ ჩვენ სხვა ცხოვრების სხვა სფეროზე, ხო, სხვა სიტუაციაზე. საინტერესო შეგვიძლია თუ არა გამოვარჩიოთ პროფესიები, რომლებიც უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ, თუ არსებობს ასეთი. ესე ამბობენ, რომ გამოყოფენ გარკვეულ პროფესიებს, თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ აქ მნიშვნელოვანი არის თვითონ ადამიანის დამოკიდებულება თავის პროფესიისადმი და თავის საქმიანობისადმი. ანუ ადამიანს, როდესაც უჭირს უარი თქვას და რაღაც შესასრულებელ სამუშაოზე, ან შეიძლება თანამშრომლმა მოთხოვოს, ან უფროსმა რაღაც დაავალოს და ის ვერ იცავს თავის პირად საზღვარს და ყველაფერზე ამბობს, რომ კი მე გავაკეთებ. ამის უკან რა მიზეზები დგას, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ როდესაც ადამიანს უჭირს ესე იგი შესასრულებელ საქმეზე უარის თქმა და ეს ზოგადად შეიძლება თქვან, რომ ეს ზედმეტი პასუხისმგებლობა, მაგრამ იცით რა არის, ხა პასუხისმგებლობა არის შესასრულებელი სამუშაოს მიმართ გასაგებია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და ჩვენ საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ უნდა დავიცვათ ეს, რა არის ჩემი მოვალეობა, რისი გაკეთება მევალება და ამის გარდა რა შემიძლია. იმიტომ რომ
აი აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ ვუსმენთ ჩვენ თავს, ანუ რა ჩემ რესურსს არ ვუსმენ და მაქსიმალურად ვდებ, ანუ ვაკეთებ იმას, რაც სინამდვილეში მიჭირს, ორგანიზმს უჭირს, მაგრამ ვაძალებ, რომ მაინც გავაკეთო და აი ასეთ დროს დგება უკვე და ეს თუ გრძელდება, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეზე და ორ დღეზე არ არის ლაპარაკი. ეს თვეების განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს ასეთ რეჟიმში მუშაობა. მე რა უკვე იცით როგორ არის, ავტომატურ რეჟიმზე გადადის ორგანიზმი და უკვე აღარც უსმენთ, შემიძლია, არ შემიძლია, მინდა, არ მინდა. ეს კითხვები უკვე აღარ დგება. პროდ გადავდივართ, სულ ჩართული ვართ სამუშაო რეჟიმში. კი ბატონო. მივხვდით, რომ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობაში ვართ. აი, გვაქვს პროფესიული გადაწვა, თან გარკვეული პერიოდი გრძელდება. ისიც მაინტერესებს პრევენცია როგორ მოვახდინოთ და თუ უკვე მივხვდით, რომ ამ მდგომარეობაში ვართ, რა არის ის პირველი ნაბიჯები, რომელიც უნდა გავაკეთოთ? ესე იგი, პირველი კითხვა რომ პრევენციისთვის რა უნდა გავაკეთოთ? პრევენციისთვის აუცილებელი არის ის, რომ ის სადღაც დავიწყოთ და დავასრულოთ. და შემდეგ და აი, ან იცით რა არის, თუ მე ისევ უნდა ვიფიქრო სამსახურზე, მაშინ დრო უნდა გამოვყო, რომ მე ხა 1 საათი მაქვს ამისთვის, მაგრამ 1 საათის მერე ვასრულებ. ანუ და უნდა ისევ მოვუსმენთ ჩვენ თავს რა უნდა ჩემ ორგანიზმს, შეიძლება გასეირნება მინდა, შეიძლება ბუნებაში უფრო მეტად ყოფნა მინდა, შეიძლება რაღაცა ისეთი საქმე ან აქტივობა მჭირდება, რაც ჩემ ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ანუ და ვიცნობდე ჩემ თავს, რომ რა არის ის, რაც მავსებს მე ენერგიით. და უნდა შესაბამისად უფრო მეტად დავკავდეთ ამ საქმიანობით. იმისთვის, რომ რა თქმა უნდა შევავს. აი ნახეთ რაღაც ჭურჭელისგან წყალი რო გადმოვასხათ, ხო? აი რაღაც ხო ცარიელდება და იმას ხო შევსება ჭირდება და ჩვენი ენერგიაც ესეთი არ არის ჭირდება მას აღდგენა. და როდესაც უკვე მივხვდებით და აღმოვაჩენთ, რომ ამ მდგომარეობაში ვართ, უკვე სიმპტომები გვეცნობა და ხვდებით, რომ ამ მდგომარეობაში ვართ, ცოტა რთულია უკვე და ცოტა მეტი ძალისხმევა არის საჭირო უკვე აქედან გამოსასვლელად, მაგრამ აი აქაც პირველ რიგში უნდა შევძლოთ უარის თქმა, არას თქმა. თითქმის ყველა სტუმარი, რომელიც აი მაგ სავარძელში ზის, თითქმის ყველა ეთერში ამბობს ამას, რომ უმნიშვნელოვანესია არას თქმა. ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ არას თქმა ნიშნავს, ნახეთ, ნიშნავს მე მოვუსმინო ჩემ თავს, მე ვიცოდე რა მინდა, რა მჭირდება, რა შემიძლია და ამის მიხედვით ვიმოქმედო. ანუ გარემოდან როდესაც მოდის დაკვეთა თუ მოთხოვნა თუ თხოვნა, ჩვენ შემიძლია თუ არ შემიძლია ვამბობთ კის და მე გვიწევს უკვე იძულებით გვიწევს ამ კის შესრულება. მაგრამ აი როდესაც და მე ჩვენ თავად ვართ უკმაყოფილოები ამ ყველაფრით, ხო? რა თქმა უნდა. და სტრესილები, იმიტომ რომ ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა. მე როგორც წესი ვაბრალებთ ხან უფროს ან სამუშაო რაღაცა სისტემას, სამსახურ სისტემას ან თვითონ სპეციფიკას, სამუშაო სპეციფიკას, ყველაფერს ხვას გარდა საკუთარი თავისა. ამ დროს უბრალოდ მარტივად უნდა ვთქვა, რომ არა. ან არ შემიძლია, ან არ მინდა, ან უბრალოდ არა. ეს არასთან გაჩერება ძალიან რთულია. მე ხომ ასოცირდა სხვადასხვა ადამიანებში, მე სხვადასხვა რაღაცად ითარგმნება ეს არა, ან არ შემიძლია, ან სუსტი ვარ, ან ვერ ვაკეთებ ამას და ეს არ მოგწონს. რეალურად მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უსმინოთ და აქედან გამომდინარე გქონდეს, თქვათ, პასუხები. საკუთარი თავს მოვუსმენთ, საკუთარი საზღვრები დავიცვათ, ვიზრუნოთ. აი ეს არის თვითზრუნვა. აი, როდესაც ვამბობთ პრევენციაც და უკვე გამოსვლაც ამ მდგომარეობიდან არის ეს თვითზრუნვა. მაგრამ მე რო ვიზრუნო ჩემ თავზე უნდა ვიცოდე როგორ ვიზრუნო და როგორ ვიზრუნო ეს რო გავიგო უნდა ვიცნობდე ჩემ თავს და ვიცოდე რა მჭირდება. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა რომ აი ბოლო დროს უფრო აქტიურად არის ის ტენდენცია აი თვითზრუნვის, თვითგარკვევის, აი ამ ყველაფერს რომ საკუთარი თავი გავიცნოთ უკეთ. რომ შევადაროთ აი ვთქვათ 15-20 წლის წინანდელ პერიოდს, დღევანდელი პერიოდი, რეალურად არის ასე? ანუ ადამიანებმა დაიწყეს საკუთარ თავზე ზრუნვა, თუ მაინც ისევ საუბარად რჩება და ისევ იგივე რეჟიმში მივდივართ? არა, დაიწყეს ნამდვილად, ვიტყოდი მე რომ დაიწყეს. თუნდაც ის რომ ფსიქოთერაპევტთან მიმართვიანობა არის გაზრდილი. ფსიქოთერაპევტზე სერული ეს ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვას, ეს ნიშნავს მე ვარ მზად შევხვდე ჩემს თავს და ვიზრუნო მასზე.
შევხვდე, გავიცნო, ვიზრუნო, მოვუსმინო. აი ეს ხდება თერაპიაზე და იქიდან გამომდინარე, რომ მე რაც შემიძლია ხა ჩემი პროფესიიდან თქვა, რომ ნამდვილად გაზრდილია, მომატებულია მომართვიანობა, რა შედარებით რა თქმა უნდა ხა 15 და 20 წლის წინ რაც იყო. და ალბათ უფრო შესაძლებლობებიც გაიზარდა. გვაქვს უკვე შესაძლებლობა, რომ მეტად ვიზრუნოთ, ვიდრე 20 წლის წინ შეგვეცლა ეს. ძალიან კარგი. მოკლედ ისევ რომ დაუბრუნდეთ პროფესიულ გადაწყვეტას და რომ შევაჯამოთ. აი ახლა ის ადამიანები, რომლებიც არიან ეკრანთან და გვიყურებენ და ცოტა ეცნოთ ეს სიტუაცია და მოიცნეს თავი. არ ვიცი, სამი რჩევა რომ მივცეთ ასე პირდაპირ რას ვაკეთებთ ფინალისკენ. პაუზა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და ყოველთვის მნიშვნელოვანია გავაკეთოთ პაუზა, ცოტა ხანი გავჩერდეთ. დავარქვათ სახელი რა ჩვენს მდგომარეობას. და დავკითხოთ საკუთარ თავს ეხლა რა მჭირდება. შვენიერი დასასრულია. ძალიან დიდი მადლობა ანუკა სტუმრობისთვის. მე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით პროფესიულ გადაწყვეტაზე, იგივე ბერნაუტზე, როგორ უნდა ამოვიცნოთ ის და რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ პირველი ნაბიჯები, რა უნდა გადავდგათ, ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ. ანუკა კალმახელიძე, ფსიქოთერაპევტი იყო ჩვენი სტუმარი. გემშვიდობებით და ყველას წარმატებულ, ბედნიერ და მშვიდ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ლანა, შენს არაჩვეულებრივ სტუმარსაც. სხვა შორის ძალიან საჭირო რჩევები იყო და ეს პირველი რჩევა ბოლოსკენ რაც მივიღეთ, რომ უნდა დავპაუზდეთ ხანდახან. და ეს მართლა ძალიან აუცილებელია გადატვირთვისთვის. გავითვალისწინოთ მოკლედ ყველამ ეს შესანიშნავი რჩევა.